კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. გამარჯობა, ტელეკომპანია კვირიკეს ეთერში თქვენ უყურებთ გადაცემას საუბრები მოძღვართან, მე ნათია ხუციშვილი ვარ და თანაწამყვანებთან, სოფო ცუხიშვილთან და სოფო მამნიაშვილთან ერთად წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის მთავარ თემას. დღეს ჩვენ საუბრობთ ამპარტავნებასთან, სიამაყესთან დაკავშირებით, ხოლო გადაცემის სტუმარია წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ეგვიპტეს სახელობის ტაძრის ღვთელმსახური დეკანოზი ლაზარე დულუზაური. მამაო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, დაგლოცეთ. ერთმა დაგლოცეთ, გაიხარეთ. მოგესალმებით მამაო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. რაც ნათიამ აღნიშნა, ის თემები ამპარტავნობა შუის ზოგადად ძალიან გავრცელებულია დღეს საზოგადოებაში და მე მგონი ამაზე საუბარი იქნება საკმაოდ საინტერესო. მე მინდა პირველი შეკითხვით მოგმართოთ, ზოგადად ვისაუბროთ ამპარტავნობაზე, რა შობს ამპარტავნობას და რამდენად არის თქვენი აზრით დღეს გავრცელებული საზოგადოებაში? წმინდა მამათა გადმოცემებით ამპარტავნობა ეს არის სულის ავადმყოფობა, დაავადება, რომელიც წარმოიშვება გემოთმოყარეობიდან და ნაყრომანებიდან. აქედან მოდის ადამიანის შემდგომ უკვე დაავადება პატიმოყარეობით და შემდეგ გადადის ეს უკვე ამპარტავნობაში, ანუ თვითკმაყოფილებაში. დავიწყოთ იქედან, რომ გემოთმოყარეობა, ანუ გემოთმოყარე ადამიანი, ანუ რას ნიშნავს გემოთმოყარეობა? ეს არის, როდესაც ადამიანს უნდა გემრიელი საჭმელის მიღება, ეძებს, რაც შეიძლება უფრო გემრიელი მიიღოს, მოიმზადოს თავისთვის კარგი და თუ ამას მიაღწევს, ამის მერე უკვე პატიმოყარეობა, ანუ დაიკმაყოფილა ასეთმა ადამიანმა ეს მოთხოვნილება, ანუ ვნება და შემდეგში გადადის უკვე პატიმოყარეობაში. პატიმოყარე ადამიანი უკვე ეძიებს თავისას, უკვე აღარ აინტერესებს ასეთ ადამიანს სხვისი აზრი, უნდა რომ თავისი აზრი ყველას მოახვიოს, თავის საკუთარი აზრი სხვას მოახვიოს თავზე და უკვე უნდა რომ თვითონ არის ყველაფრის გამგე, ანუ განრიგს უწესებს ადამიანებს და ვინც არ დაემორჩილება ასეთ ადამიანს მოიძულებს და ვინც მის აზრს გაითვალისწინებს ასეთ ადამიანთან რა თქმა უნდა უფრო ლმობიერი იქნება და შემდეგში უკვე ეს პატიმოყარეობა იზრდება ძალიან და ადამიანი ხდება ამპარტავანი. ამპარტავნების სოდვა ეს არის ეშმაკთან ურთიერთობა, ანუ უფალი ეუბნება ადამიანს, რომ მიყავი დაბალი და მშვიდი და მომემსგავსე მე და აი ამ ცნების დარღვევა, ანუ სახარებისეული სიტყვის ქადაგების დარღვევა არის და ეს არის ადამიანის თავის წარმოჩენის, თავისი მე, როდესაც უნდა ადამიანს რომ წარმოაჩინოს და სხვა კი დააკნინოს, სხვაზე სხვისი აზრი არ გაითვალისწინოს, აი უკვე ადამიანი არის ამპარტავნობაში. შეიძლება ჩვენ მოვიყვანოთ მაგალითები წმინდა მამების ცხოვრებიდან და მათი გამონათქვამებიდან. წმინდა იოანე სინელი გვეუბნება, რომ ამპარტავანი ადამიანი ემსგავსება ადამიანს, რომელსაც უკვე აღარ აინტერესებს მის გარშემო რა ხდება, თავის თავზეა უკვე გადაგებული, უკვე ფიქრობს იმაზე, რომ როგორ უფრო კარგად გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე, სხვაზე მეტი იყოს, ფიქრობს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე,
ქონებაზე, როგორ უფრო მეტი განათლება მიიღოს, ოღონდაც კი სხვა თქვას, რომ აი რა კარგია, როგორი განათლებულია, როგორი დიდარია და ასე შემდეგ, როგორი მცოდნეა. ამ პარტავნება დიახ, რა თქმა უნდა, ანუ საზოგადოებაში რომ მოიპოვოს პატივი და ყველა რომ მას ცემდეს პატივს და თქვან რომ აი როგორი პატივსაცემი ადამიანია და ამ პარტავანი ადამიანისთვის უკვე სხვა ადამიანები უკვე აღარ მიაჩნია სხვა ადამიანები. ოღონდ მათი ქება დიდება, რა თქმა უნდა, იამაყება და ამითი ის განდიდდება და უფრო მეტად ამპარტავნობს. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ამპარტავნობის მშობელი არის გემოთმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ცოდვა და ამას ზედ ერთვის უკვე ვერცხლის მოყვარეობაც. და ეს უკვე ვრცელი თემაა და ამაზე შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ. კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. მამალაძე, როგორ უნდა აღზარდოს ოჯახმა ბავშვი, რომ არ ჩამოყალიბდეს ამპარტავნად ბავშვი? ჯერ აი დღეს არის ძალიან დიდი პრობლემა ბავშვის აღზრდაზე. ჯერ მშობლები უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, მორწმუნეები, აღსარებლები, დადიოდნენ ეკლესიაში, შაბათ-კვირას, წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, კითხულობდნენ სახარებას და სხვა იმ ლოცვებს და საკითხავებს, რაც ევალება მორწმუნე ადამიანს, რომ წაიკითხოს, გაეცნოს სასულიერო ლიტერატურას. ასეთ მშობლებს უკვე, რა თქმა უნდა, აღარ უჭირთ შვილებთან ურთიერთობა, აღარ უჭირთ ბავშვების გაზრდა ქრისტიანულად, აღარ უჭირთ რომ გაზარდონ შვილები მორწმუნეები. და მშობელზე ძალიან დიდი რამეა დამოკიდებული, მან უნდა შეასწავლოს ბავშვს უფლის სიყვარული, ეკლესიის სიყვარული, სასულიერო პირის სიყვარული, რა თქმა უნდა, თავისი მაგალითით და თავისი საქმით, არა მარტო სიტყვით. მარტო სიტყვით კეთება, მარტო სიტყვით ქადაგება შეიძლება რომ ბავშვი ვერ ჩასახოს ნაპერწკალი იმ სიყვარულისა, რასაც ქვია უფლის სიყვარული და რამაც უკვე ბავშვი აღარ უნდა აღზარდოს ამპარტავან ადამიანად. მორწმუნე ადამიანი, მორწმუნე მშობელი უკვე უნდა ელოდოს რომ თავისი შვილი გამოვა მორწმუნე და იქნება აღსრებელი უფლის სიტყვისა და უფლის ქადაგებისა. და აი დღეს არის ძალიან დიდი პრობლემა იმისა, რომ სკოლებში ხვდებით ამას, შურს, ერთმანეთში უკადრისობას, ვინმე ეტყვის ბავშვს რაღაც შენიშვნას მიცემს ან მცირე შეურაცხყოფას მიაყენებს და ამას ვერ ითმენენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამპარტავანი ადამიანი და მიტევების სათნოება არ გააჩნია. ანუ არ არის მიმტევებელი და უფალი რასაც გვეუბნება ჩვენ, რომ იყავით დაბალი, იყავით მიმტევებელი, რაზეც მართლმადიდებლური ეკლესია დგას მიმტევებლობაზე და სიყვარულზე. ეს თუ არა აქვს ადამიანს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ბავშვი გაიზრდება უკვე, ჩამოყალიბდება ამპარტავან, შურიან, ღვარძლიან პიროვნებად. და ეს მისი
მომავალი ცხოვრებისთვის არის ძალიან საზიანო. ჩვენი ცხოვრება აი ამ დედამიწაზე არის უფლისძიება, მიზანი და მისი ადამიანის ცხოვრებისა არის სულის ხონება, უფალთან მყოფობა, ცათასასუფეველში დამკვიდრება ადამიანის სულისა და ის ყველაფერი, რაც ადამიანს ახარებს ამ ქვეყანაზე, ეს სიმდიდრე, ცოდნა, განათლება და ასე შემდეგ, რაც უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სულის ხონებას, ეს უკვე ხდება მიზანი ადამიანის ცხოვრებისა. ანუ ამ ქვეყნიურზე გადადის ადამიანი, ანუ განათლებაზე, ჭამასმაზე, რაც უფრო მეტად მოდურად ჩაიცმევს და რაც უფრო ძვირფას ტანსაცმელს შეიმოსავს, აი ამისკენ ილტვის ადამიანი და ბავშვობიდანვე უკვე არ უნდა მიეჩიოს ბავშვი აი ამას, რომ სხვაზე კარგი ეცვას, სხვაზე მეტად უფრო კარგი საჭმელები მიიღოს და ასე შემდეგ. ანუ ბავშვი უნდა მიეჩიოს თავიდანვე ეკლესიურ ცხოვრებას, ეკლესიაში უნდა იზრდებოდეს ბავშვი, იმიტომ რომ ეკლესიაში ისწავლის ადამიანი სიყვარულს უფლისას და იმ მცნებებს, რა მცნებებიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა დაიცვას. გასაგებია, მამა, დაგვეთანხმებით, რომ ძალიან ძნელია 21 საუკუნეში საკუთარი შესაძლებლობების ღირსეულად რეალიზება. რას გვირჩევთ, როგორ უნდა ვისწრაფოთ ისე წარმატებისკენ, რომ ეს თვითკმაყოფილება, ამპარტავნება, სხვებისადმი რაღაცა ესე ზემოდან გადმოხედვის სურვილი არ გვექცეს დაავადებად და საბოლოოდ ისე არ მოხდეს, რომ ძალიან გაგვიჭირდეს მერე ამ ცოდვის დაძლევა. ისევ და ისევ უნდა ვეძიოთ ამაზე პასუხი სახარებაში და ეკლესიაში, ანუ ეკლესიურ ცხოვრებაში. თუ ადამიანი აი უწმინდესი ჩვენ გვეუბნება ხოლმე ხშირად ამობს თავის გადაგებებში, რომ ადამიანმა თავისი შესაძლებლობები მთლიანად ბოლომდე უნდა აჩვენოს საზოგადოებას, თავისი ის ტალანტი, რაც მიეცა ადამიანს. ანუ ვიცით ჩვენ უფალი გვეუბნება ასეთი გავს, ერთს მიეცა ერთი ტალანტი, მეორეს 5, მესამეს 10 და როდესაც წავიდა ეს ბატონი და უთხრა, დაუბარა მათ, რომ გაემრავლებინათ ეს ტალანტები და რომ მოვიდოდა მისთვის მონაგები მიეცა. და აი ადამიანებს უფალმა მოგცა ჩვენ ტალანტი, ანუ ნიჭები. ყველა სხვადასხვანაირად. და ეს ნიჭი ჩვენ უნდა გავამრავლოთ, ჩვენ უნდა უფრო მეტად გავიღრმავოთ ცოდნა, განათლება, ამა თუ იმ ნიჭისა, ამა თუ იმ ცოდნისა და ჩვენ ისე საზოგადოებას უნდა მოვახმაროთ ჩვენი განათლება და ჩვენი ის ტალანტი, რაც მოგცა უფალმა. და აი აქედან გამომდინარე ადამიანს, როდესაც უნდა რომ განათლებული იყოს და უნდა რომ მიაღწიოს ამ ცხოვრებაში, რაც შეიძლება მეტს, ან კარიერა მოიწყოს და ასე შემდეგ, ჩვენ როგორც ვეძახით ამას და წარმატებული ადამიანი იყოს, ამ შემთხვევაში ადამიანს ეხმარება რწმენა. რწმენა იმისი, რომ ის რასაც აკეთებს, რომ მეცადინეობს, რომ შრომობს, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ რწმენა, როდესაც აქვს ადამიანს, რომ ეს ცოდნა როდესღაც მაინც გამოადგება კეთილად და გამოიყენებს მას ისევ და ისევ საზოგადოებისთვის, სამშობლოსთვის, ამ შემთხვევაში უკვე სწავლობს ასეთი ადამიანი, რაც შეიძლება მეც და უფრო მეტად განათლებული ხდება, უფრო მეტად წიგნიერი ხდება ეს ადამიანი და ამის მერე უკვე გარანტირებული ხდება მისთვის ესა თუ ის თანამდებობა და ასე შემდეგ. ის სამსახური საიდკეც მიელტვის ეს ადამიანი. და შური და ღვარძლი და ის რაც ადამიანში ჩნდება, როდესაც
ეს ხდება იმიტომ, რომ თუ ადამიანი ადგა რომელიმე თქვათ საქმეს და იქ დაინახა, რომ ვინმე წარემატება იმ საქმეში რა საქმესაც ის ადგას, ამ შემთხვევაში ხშირად ჩნდება ხოლმე ადამიანის გულში და გონებაშიც შემოდის აღწევს შურისა და ღვარძლის ვნება და როდესაც ფიქრობს, რომ ეს ადამიანი მე მაჯობებს ამა თუ იმ საქმეში და ჩემზე წარმატებულია, მისი სული დამწუხრებულია ძალიან და თუ მისი ეს კონკურენტი რაიმე ისეთ საქმეს გააკეთებს, რაც მის სამსახურეობრივ კარიერა იქნება თუ სხვა რამ დაწევს უკან, ამ შემთხვევაში ხარობს ეს ადამიანი, გახარებულია და უკვე გულზე აქვს მოშებული, რომ ის ადამიანი დაეცა და დაიძირა. ეს შური რომ არ იყოს, ისევ და ისევ ხშირი აღსარება, ზიარება არის საჭირო და რა თქმა უნდა, აღსარება არ იქნება თუ ადამიანი არ არის მორწმუნე და რწმენა კი, რწმენა მოდის ადამიანის უფლისადმი სიყვარულიდან. ანუ უფალი უნდა უყვარდეს ადამიანს, უნდა შეიყვაროს. უფალი, რომელმაც შექმნა ღვთის ხატად და მსგავსად, შექმნა მთელი სამყარო, შექმნა ხილული და უხილავი სამყარო, ისევ და ისევ ადამიანთა, ანუ კაცობრიობის საკეთილდღეოდ. და ეს ჩვენ უნდა დავინახოთ, შური და ღვარძლი და ის ბოროტება ჩვენ უნდა ამოვირეცხოთ გულიდან, თუ გინდა რომ ჩვენ უფრო წარმატებულები ვიყოთ ჩვენს საქმიანობაში. მადლობთ, მამა, ძალიან ხშირად როდესაც ადამიანები აღწევენ წარმატებას და აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს, სემოვნებით აკეთებენ ამას, თუმცა ამ ყველაფერს უკეთებენ აფიშირებას ხოლმე. რამდენად არის მადლი ასეთი სიკეთის გაღება და ზოგადად გვესაუბრეთ თავმდაბლობაზე? უფალი გვეუბნება, რომ არ უნდა იცოდე შენმა მარჯვენამ რას აკეთებს შენი მარცხენა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაფარულში უნდა ვაკეთებდეთ იმ სიკეთეებს, იმ ქველის მოქმედებას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უნდა იყოს დაფარული და სხვებმა არ უნდა იცოდნენ ამის შესახებ. არის კატეგორია ადამიანებისა, რომელთა ეს რომლებისთვისაც არ არის მიზანშეწონილი გაღება, ან მატერიალური, ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისა. ისინი აი ამ თავიანთ ქონებას ინახავენ ბოლომდე, ინახავენ სიკვდილის ბოლომდე. და თუ ადამიანს გაუჩნდება დახმარების საჭიროება, ანუ თუ ხედავს, რომ უკვე აუცილებელია რომ დაეხმაროს სხვას, ანუ ვიღაცა ხედავს, რომ ის არ ეხმარება და ამიტომ ეხმარება სხვას, რომ დაინახოს, რომ აი რა კარგი ადამიანია თქვას ვიღაცამ, მასზე როგორი მოწყალია, როგორი ქველის მოქმედია, აი ამიტომ ეხმარება ასეთი ადამიანი. არის კატეგორია ადამიანებისა, რომელთაც თავიანთ სულში და გულში აქვთ, უკვე გამჯდარი აქვთ ფესვი აქვს გამჯდარი მათში, აი ამ დიდ სათნოებას ქველის მოქმედებისა და ისინი ეხმარებიან გაჭირებულ ადამიანებს, რა თქმა უნდა დაფარულად და არა ისე რომ გაცხადდეს მათი საქმიანობა. თუ აი უფალი გვეუბნება კიდევ ასეთ რამეს, რომ თუ აქვე მოგეგებათ თქვენ ამ ქვეყნიური სიკეთე, იმ ქვეყანაში, ანუ გარდაცვალების შემდეგ თქვენ რიღათი უნდა იხაროთ. ანუ აქ უნდა მოვიგოთ, აქ თუ მოვიგეთ ჩვენ პატიმოყვარეობა, თუ ჩვენ დავიკმაყოფილეთ იმის სხვა ადამიანებისგან, რომ შეგვაქონ შექების მანია უჩნდება ამ დროს ადამიანს, როდესაც გასცემს, უჩნდება ადამიანს აზრი, რომ აი რა კარგი ადამიანი რა, მოწყალია, ესაც რა თქმა უნდა ამპარტავნებაა და ასეთი ადამიანები უკვე თქონდა სიკეთეს არ შვრებიან. ასეთი ადამიანი უკვე
აკეთებს თავისთვის იმ სიკეთესაც და შემდეგ უკვე ნანობს იმ კეთილი საქმის აღსრულებას, რაც გააკეთა მან ცხადში. თუ გულიდან მოდის ეს სიკეთე, რა თქმა უნდა, ადამიანი გააკეთებდა დაფარულად და არავის არ აჩვენებდა აი ამ თავის სიკეთეს და იმ მოწყალებას, რაც მან გასცა იმ გაჭირებულ ადამიანზე. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ჩვენ ვიყოთ გულმოწყალენი, გავცეთ რაც შეიძლება მეტი, მაგრამ დაფარულად, რომ სხვა მართვას ჩვენ არ შეგვაქონ, არ თქვან, რომ აი რა მოწყალეა. რამე თუ ჩვენ თუ დავიუნჯებთ იმ ქვეყნიურს, იმ ქვეყანაში დაგვხდება ის და ჩვენ სიხარულად იქცევა და თუ ამ ქვეყნიურს დავიუნჯებთ, ამ ქვეყნიურ პატივმოყვარეობას დავიუკებთ, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ მისაგებელს უკვე აი აქ აი დროებით საცხოვრებელში მივიღებთ უკვე. ანუ დედამიწაზე, სადაც არის ჩვენი გამოცდა, ჩვენი სული იცდება აი აქ დედამიწაზე, აქ იწყება სამოთხე, აქ იწყება ჯოჯოხეთი. ამიტომ სამოთხისკენ მიმოვალი გზა არის ძალიან ვიწრო, არის ძალიან განსაცდელებით ახსავსე და აი ეს ჩვენ უნდა დავძლოთ ჩვენი ამპარტავნობა, ჩვენი პატივმოყვარეობა, ჩვენი შური, ღვარძლი, რომ ჩვენ მივიდეთ იქამდე, სადაც არის უფალი, ანუ ცათასასწრებელი დავიმკვიდროთ, რაც არის ჩვენი მისია და ჩვენი მიზანი ამ ცხოვრებაში. ამავე მეორე უკიდურესობასაც შეიძლება წავაწყდეთ ხოლმე ამ პარტავნებისა, როცა ტალანტი ახსენეთ თქვენ ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არანაირი ტალანტი, აი პირდაპირ ციტირებას ვაკეთებ, ღმერთმა არანაირი ტალანტი არ მომცა და რა ვაკეთო არ ვიციო ცხოვრებაში. ასეთ ადამიანებს რა შეიძლება უთხრათ, რა შეიძლება ურჩიოთ? როდესაც ასეთი ადამიანი უკვე რა თქმა უნდა არ ჩანს მორწმუნე და რწმენა ის არის, რომ ადამიანი იჯერებს არნახულს. ანუ არნახულის დაჯერება არის რწმენა. როდესაც ჩვენ დავრწმუნდებით იმაში, რომ ჩვენ მივაღწევთ, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, ანუ რწმენიდან მოდის ყველაფერი. ჩვენ ხელშია, აი რო იმიტყვიან ხოლმე, რომ აი ბედი არა მაქვს და რაც მიწერია ისე იქნება და ასე შემდეგ. ჩვენ ვქმნით ჩვენ ბედს, ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი ქცევით, ყოველდღიური საქმიანობით. და თუ ადამიანი ამბობს, რომ მე არ მაქვს არანაირი ტალანტი, ასეთი ადამიანი არის უმადური, უფლის უმადური. ანუ ყველას აქვს რაღაცა ნიჭი. თავარი რომ დაინახოს ადამიანმა, რომ აქვს რაღაც ისეთი, რაც შეიძლება რომ ის გააღვივოს თავის თავში და სხვას გადასდოს მერე ის თავისი ნიჭი და სხვას ასწავლოს, გამოიყენოს, რა თქმა უნდა და სხვასაც მისცეს თავისი გამოცდილება. ხო და ამიტომ უნდა ჩვენ ასეთ ადამიანებს უთხრათ და ვესაუბროთ იმაზე, რომ არსებობს მოძღვარი, არსებობს ეკლესია, რომ აუცილებელია რომ მივიდეს ტაძარში და იყოს მორწმუნე, დაინახოს თავისი თავი, დაინახოს თავისი სული, ჩაიხედოს თავის სულში და იქ აღმოაჩენს ტალანტსაც, იმ ნიჭებსაც, აღმოაჩენს ცოდვებსაც, სიკეთეებსაც და ის სიკეთე, რაც უფალმა მისცა მას, იმას ვერ ხედავს და მიაწერს თავის თავს ასეთი ადამიანი. აი გამიმართლა არის ხოლმე ძალიან ისეთი ფრაზა წარმატების შემთხვევაში. რა თქმა უნდა. გაუმართლა უფალმა მისცა ის ნიჭი, უფალმა მისცა ის ძალა, რომ ამა თუ იმ საქმეში ყოფილიყო წარმატებული. და უფლისგან აქვს ის სიკეთე, მინიჭებული. და მიაწერს ადამიანი თავის თავს, საკუთარ თავს და ამბობს, რომ უფალმა არაფერი არ მომცა. არა და უფლისაა ის კეთილი რაც არის მასში და ის ცუდი რაც არის, ის არის თავის თავიდან გამომდინარე, რომ თვითონ იქცეოდა ცუდად და ამიტომ არის ასეთი ადამიანი. ანუ რაღაც თვით დაუკმაყოფილების გრძნობა აქვს და თავდაჯერებულიც არ არის უკვე. და თავდაჯერება ეს არის, რა თქმა უნდა, რწმენიდან მომდინარეობს და არა იქიდან, რომ ვიღაცას ვაჯობო,
ვიღაცაზე უფრო დიდი მეტი ვიყო და ასე შემდეგ, ვიღაცაზე უფრო განათლებული და ლამაზი და კარგი და ასე შემდეგ. ანუ ეს უკვე რწმენიდან უნდა მოდიოდა, რაც ვარ, ეს ვარ, მაგრამ ესაც უფლისგან არის და ესეთი შემქნა უფალმა და მოდი მე ჩემ თავს ფრინად გამოვავლენ. და რა თქმა უნდა ეს სიკეთით უნდა იყოს, სიკეთით გამოვლინება უნდა იყოს და არა ბოროტული და ცუდი საქმეებისა. ზოგიერთ ადამიანს მომეკარგება რწმენა, უჩნდება შური, გრძნობა სხვა ადამიანების მიმართ, რო ხედავს მათ სიკეთეს, მათ წარმატებას, უჩნდება შური. რამდენად დიდი ცოდვა არის ეს შური ადამიანებში? შური ეს რა თქმა უნდა ცუდია ეს შური არის ერთ-ერთი ვნება და ეს მოდის პატივმოყვარეობიდან. ესე იგი ვერ დაიკმაყოფილა ასეთმა ადამიანმა რაღაც თავისი ის ვნება და უყურებს სხვა წარმატებულ ადამიანს, უყურებს თავისე უფრო აღმატებულ ადამიანს და შურს მისი, რომ არ არის ისეთი, როგორც ის არის. და აი ეს შური, რა თქმა უნდა, არის ადამიანის დამღუპველი. შურიანი ადამიანი უკვე მსგავსება სულიერად მომაკვდავ ადამიანს, რომლის გულიც უკვე ნელ-ნელა იყინება, ცივდება, იყინება, რასაც მოყვება სულის სიკვდილი. შურიდან გამომდინარეობს შემდეგ უკვე შურის ძიება, თუ ადამიანი არის შურის მაძიებელი, ესე იგი არის ესეთი ადამიანი უფლის მცნებების დამრღვევი და მას უფალი არ უყვარს. რამე თუ უფალი გვეუბნება, გიყვარდეს მოყვას შენი, გიყვარდეს მტერი შენი. ადამიანს მტრად მიაჩნია თავისზე აღმატებული ადამიანი, თავისზე გონიერი, ჭკვიანი, განათლებული, წარმატებული ადამიანი. და თუ ასეთმა ადამიანმა, ანუ შურიანმა ადამიანმა არ დაინახა თავის თავში, აი ეს დიდი ვნება, დიდი ცოდვა და თუ არ ამოიღო, თუ აღსარებით და სინანულით თუ არ განიწმინდა თავისი სული, ასეთ ადამიანს ელოდება დაღუპვა. და საცოდავია ასეთი ადამიანი. შური არ უნდა გქონდეს არავისი. პირიქით უნდა ჩვენ გახარებულები ვიყოთ სხვისი წარმატებით, რომ მისგან ვისწავლით უფრო მეტს, მისგან ვისწავლით უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებთ და ჩვენც ასეთი გავხდებით. ანუ უნდა მივბაძოთ ასეთ ადამიანს. წარმატებული ადამიანი უნდა გახდეს ჩვენთვის მისაბაძი ადამიანი. და ამ პარტაუნობაზე წეგან რომ მკითხეთ, ბუდიშით. ამ პარტაუნობა აი ზუსტად მოდის იქედან, რომ როდესაც შურს ვერ დაინახავს ადამიანი თავის თავში, მერე იწყება ადამიანის აღმასვლა უფრო აღმატებული ცოდვისკენ. და თუ დაინახა ადამიანმა თავის თავში ის ცოდვა, ის შური, უკვე რა თქმა უნდა ამ პარტაუნობამდე აღარ მიაღწევს და იქვე იქნება მოკდინებული აი ეს ვნება. ჩვენ დღეს აი თანამედროვე ადამიანებს ძალიან გვაწუხებს აი ეს ვნება, რომელნებასაც ადამიანი წარმატებისკენ კი არ მიყავს, არამედ უფრო მეტად რა თქმა უნდა ეცემა ადამიანი რწმენა ეკარგება, უფრო ამ ქვეყნიურის კი არის მილტოლილი და მიჯაჭული ასეთი ადამიანი და სულიერება რაც მთავარია არ იზრდება მასში. და აზრი არ აქვს უკვე, პირიქით ცუდიც არის ასეთი ადამიანი, რომ მიაღწევს წარმატებას. ამიტომ არის ხოლმე, რომ აი ისტორია რო გავიხსენოთ, ადამიანი, ნიჭიერი ადამიანები, გონიერი ადამიანები იყვნენ ის ადამიანები, ვინც უამრავ ცოდვას აკეთებდნენ, ხო? და ცუდ საქმეებს აკეთებდნენ. თავარია საით მივმართოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ცოდნა უნდა მივმართოთ სიკეთისკენ და უნდა მივმართოთ ადამიანთა კეთილდღეობისკენ.
და როდესაც ხდება ადამიანის შურიანი, ამ ადამიანს შეუძლია ზუსტად რომ უმტროს ქვეყანას, უმტროს საზოგადოებას, სხვა ადამიანებს. ამიტომ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ჩვენი მოყვასი, უნდა შევიყვაროთ ჩვენი ქვეყანა, უნდა შევიყვაროთ ყველა ადამიანი, ვინც ღვთის ხატად არის შექმნილი ამ ქვეყანაზე. და ის შურის ძიება, ის პატივმოყვარეობა, ის ამპარტავნება უკვე გაქრება ჩვენში, ჩვენს სულებში. და ჩვენ მოუწოდებთ სასულიერო პირები ადამიანებს, ჩვენს სულიერ შულებს, რომ იყვნენ თავმდაბალი ადამიანი, არა თავის თავს არ აყენებს სხვაზე მაღლა. პირიქით ყველაზე უკან უნდა დააყენოს თავმდაბალმა ადამიანმა თავისი თავი. ყველაზე ცოდვილად უნდა წარმოაჩინოს თავი და ყველაზე უგუნურად, ყველაზე გაუნათლებლად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ თავმდაბლობა ზუსტად ის არის, რომ ყველაზე უღირსად მიიჩნევს ადამიანი საკუთარ თავს. და იმ თავისი ის მე, როდესაც ადამიანს აქვს წინ წამოწეული, უკვე ასეთი ადამიანი თავმდაბალი ვეღარ იქნება, რა თქმა უნდა. ასეთი ადამიანი არის ამპარტავნობით შეპყრობილი და უნდა განიკურნოს ისევ და ისევ. კიდევ ვამბობ, სინანულით, აღსარების საიდუმლოთი და ასეთ ადამიანს მიეტევება თავისი ცოდვა და რა თქმა უნდა ამის შემდეგ იქნება ის სიცოცხლეში დაბრუნებული. ძალიან დიდი მადლობა მამაო კიდევ ერთხელ სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მადლობა თქვენ. გაიხარეთ, იცოცხლეთ, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, მადლი და წყალობა მოგცეთ. ამინ. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებლებს კი შევახსენებ, რომ ეს გახდათ საუბრები მოძღვართან. ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს დროებით. კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორუცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის.